ჩვენი დღევანდელი თემა იქნება სამთო-სათხილამურო სპორტი. ვართ ბაკურიანში, რომელიც მასპინძლობს საქართველოს ჩემპიონატის პირველ ეტაპს სლალომსა და გიგანტში. შევხვდებით პროფესიონალ სპორტსმენებს, ვნახავთ როგორ მზადდება თხილამურები შეჯიბრისთვის, ასე რომ დარჩით ჩვენთან და დარწმუნებული ვართ სიამოვნებას მიიღებთ. სამთო-სათხილამურო სპორტის ფედერაციამ საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპისთვის სპორტსმენები ბაკურიანში შეკრიბა. სვანეთის, აჭარის, გუდაურის, თბილისის და ადგილობრივი სპორტსკოლების წარმომადგენლები საუკეთესო შედეგის დაფიქსირებას სლალომსა და გიგანტში შეეცდებიან. ფედერაციის შემადგენლობასაც წინ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი ელის. სასრიალო ტრასას მომზადება სჭირდება. დატკეპმა, გაზომვა, ჯოხების და სენსორების მონტაჟი. ეს კი როგორც წესი შეჯიბრის წინა ღამეს ხდება. დილით უკვე ყველაფერი მზადაა. სტარტამდე ახალგაზრდა მოთხილამურეები მწვრთნელებისგან უკანასკნელ დარიგებებს იღებენ. ის ორი კარი ვაკეში გასასვლელი ყოველდღე თუ მაქსიმალური ხანი აიღო და შეუგერა. ყურადღება წინ! ეტაპის პირველი დღე გიგანტს დაეთმო. მოთხილამურეები მონდომებით ცდილობენ ერთმანეთის შედეგის გაუმჯობესებას. დღეს ჩავატარეთ საქართველოს თასის პირველი ეტაპი 2015-2016 წლის. უკვე მე-6 სეზონია, რაც ჩვენი ფედერაცია ატარებს საქართველოს თასის ეტაპებს და ტენდენცია არის უფრო ტექნიკურად მოიმატეს სპორტსმენებმა, უფრო და უფრო ტექნიკურად სრიალებენ, უფრო და გაუმჯობესეს სრიალი. უბრალოდ ცოტა სპორტსმენების ნაკლებობა გვაქვს, რეგიონები მონაწილეობენ, მაგრამ შედარებით ნაკლები არის კვოტა. მხოლოდ 6 სპორტსმენი მონაწილეობს რეგიონიდან და კაი იქნებოდა თუ უფრო და უფრო მეტი მონაწილეებენ. შეჯიბრი დასრულდა. დაჯილდოებაზე 3 ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებულებს საპატიო მედლები და სიგელები გადაეცა. მოულოდნელად, სად იყო და სად არა დიდველზე საქართველოს მთავრობა გამოჩნდა. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სპორტის, განათლების, ეკონომიკის მინისტრები, კლასიკურად გამოწყობილები. ისინი ჩაერთვნენ ცერემონიაში, ჩამოარიგეს მედლები, გამარჯვებულებთან ფოტოები გადაიღეს, მაგრამ ერთ რამეში მოთხოვდნენ. პედესტალზე არა საუკეთესო დროის მქონე ბაკურიანელი ლაშა კურტანიძე, არამედ მისი მეგობარი სანდრო იდგა, რომელსაც საერთოდ არ მიუღია შეჯიბრში მონაწილეობა. მე არ მომიგია შეჯიბრი, არ გამოვსულვარ, მაგრამ ჩემი ძმაკაცი ცეკვის კონცერტზე წავიდა, დიდი ხანი ემზადებოდა და ვერ გამოტოვებდა და მიავედი პედესტალზე. და სულ შემთხვევით მოვიგე პირველი ადგილზევა. როგორც უკვე ვთქვით, შეჯიბრისთვის მზადება წინა ღამეს იწყება. წარმატების მისაღწევად აუცილებელია მთავარი ატრიბუტის, თხილამურის სათანადო დამუშავება. ამ რუტინული საქმის სპეციფიკაში ჩვენი მასპინძელი, საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთხილამურე იასონ აბრამიშვილი გაგვარკვევს. ყველაზე არასასიამოვნო პროცესი შეიძლება ითქვას სპორტსმენისთვის რა. საშინელი პროცესი, რომელიც გაძულებს ყველაფერს, ესე რა ვთქვათ რა. წარმოიდგინე ახლა ვარჯიში რაღაცა ფიზიკური ვარჯიში, კიდე გინდა რაღაცა დრო დაგჭეს, ხან დაისვენო რაღაცა. დღეში 2 საათი თხილამურს უნდა დაუთმო რა. სპორტსმენისთვის ფაქტიურად გაუკეთებელი თხილამურის სრიალი შეუძლებელია რა. ისეთ თვალს სადაც არის გაყინული, გამაგრებული, თუ თხილამური არ არის გალესილი, იგივეა გახეთქილი საბურავით რო იარო მანქანით რა. თხილამური როდესაც ჩადის თოლში, დაწოლის დროს აი ამ ბორცვებმა აქ რომელიც არის რა შეჭრილი რაღაცა მიესადები დაგაკარგინოს რა. ყოველ კარში დაგროვილი მიესადები უკვე წამია, 2 წამია და ასე შემდეგ რა. ამიტომ ექცევა ნებისმიერ დეტალს დიდი ყურადღება. ყველა დეტალის დამთავრების შემდეგ თხილამური იწმინდება, სპეციალური ჩოთკებით ამოდის თუ რამე ნაგავის შეება შეგან თუ რამე ტვერი შედის და ჭუჭყი შედის და სპეციალური უთოს საშუალებით და მაზის საშუალებით თხილამურს პლავავ ესე ვთქვათ რა. კონკრეტულად სლალომი ტექნიკური სახეობა აქ მაზი ძალიან დიდ როლს არ თამაშობს, აქ უფრო მეტი პროფესიონალიზმია თავისთავად ტრასაში და სრიალის დროს და თავარია პირველ რიგში კანტები იყოს კარგი მომზადებული, რომ თხილამური გამოყვეს ისე როგორც საჭიროა. მარტო თხილამურზე არ არის დამოკიდებული, აქ შენც უნდა ივაშკაც თავისთავად და მოყვებოდეს ყველა ნიუანსი. სპორტსმენები ისევ ადრიანად გადიან მთაზე. სტარტამდე აუცილებელია ტრასა ერთხელ მაინც გატესტო.
მისი მდგომარეობა და სირთულე შეაფასო და სრიალის სტრატეგია ისე აირჩიო. სლალომი უფრო ტექნიკური სახეობაა, სიზუსტეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რასაც ახალგაზრდა მოთხილამურეები კარგად უმკლავდებიან, მაგრამ მათი განვითარებისა და მომავალი წარმატებისთვის ბევრად მეტია საჭირო. მთავარი პრობლემა, რა თქმა უნდა, ფინანსებია, თუმცა სპორტსკოლების ნაკლებობაც აღსანიშნავი ფაქტია. ძალიან რთულია მოგეხსენებათ იმ ელიტაში შესვლა პირველ 30 ეული რასაც ქვია და ყველაფერი ისევ და ისევ ფინანსებთან არის დაკავშირებული. ასევე მინდა შევეხო ერთ პრობლემას, რომ საქართველოში სამწუხაროდ პროფესიონალური სპორტსკოლები აღარ არსებობს და მომავალში თუ სახელმწიფო დაუდგება ამ კუთხით ამ სპორტს მხარში ძალიან კარგი იქნება, რომ რაც უფრო მეტი ბავშვები ისრიალებენ, უფრო მეტი სპორტსმენი გამოვა მათგან და საერთოდ სპორტსმენები მომზადებას იწყებენ გაზაფხულიდან, აპრილის ბოლოდან მაისიდან და რაც შეიძლება მეტი თოვლზე დგომა, მეტი სრიალი და მყინვარებზე ვარჯიში. ეს არის ძირითადი ის მოთხოვნები, რაც სპორტსმენს ჭირდება. საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი შედგა და ის ლაშა კურტანიძისა და მარიამ ჭკადუას ტრიუმფით დასრულდა. ბაკურიანელმა ბიჭმა და მესტიელმა გოგონამ ორივე სახეობაში საუკეთესო დრო აჩვენეს და საერთო ჩათვლაშიც დაწინაურდნენ. წინ კიდევ 4 ეტაპია, რომელსაც ბაკურიანთან ერთად გუდაური, სვანეთი და ახლად გახსნილი გოდერძის სათხილამურო კურორტი უმასპინძლებს. სეზონის ხანგრძლივობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როდესაც მოთხილამურე სრიალებს თქვა სეზონი 4-5 თვე, შემდეგ 6-7 თვე შესვენება აქვს, ეს ცოტა რთული არის სპორტსმენისთვის, იმიტომ რომ სპორტსმენმა რეგულარულად უნდა ივარჯიშოს თხილამურებით და კიდე რაც უფრო მეტ ადგილას იქნება სათხილამურო კურორტი, მით უფრო მეტი ბავშვი ჩაემევა და მით უფრო მეტი ბავშვი გამოავლეს მის ნიჭს. საქართველოში სპორტის ცალკეულ სახეობებს რომ მინიმალური ხელშეწყობა აქვს, ეს ძველი ამბავია. ერთ-ერთი ასეთი თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომაა. ზამთრის სახეობა, რომელშიც საქართველოს და კონკრეტულად ბაკურიანს დიდი ტრადიცია ჰქონდა, რბილად რომ ვთქვათ, განადგურებულია. რაც იყო და გაკეთებული იყო და რასაც მთელ მსოფლიოში სახე ჰქონდა საქართველოს და ბაკურიანს, ეგ 60 წელიწადში ყველაფერი გაქრა გამოჩნდა. ლიჟეროლერნი ტრასა იყო, ბიატლონის ტრასა იყო, აგერ ტრამპლილებზეც აგერ მითხრათ, ორეგა, აგერ ვიკატი გაუყიდეს. ამოდელა ტრამპლინი ჰაერში გაჩერდება ის სპორტსმენი და ვეღარ მოუხმებს და ვეღარაფერი. ბევრი რაღაცებია სათქმელი, მაგრამ მერთმა დაიფარო ამ სიბერის დროს ინტრიგანობა დაიწყო. მე არა ვარ ერთადერთი გულდასაწყვეტია, რომ ამოდელა ტრადიციის მქონე საქართველოს ბორჯომის რაიონი და ბაკურიანი ასე წყალში გადაიყვანეს. ბაკურიანში ტრამპლინების შექმნა 1934 წელს სანდრო გვალიას უკავშირდება. 1970-დან 1990 წლამდე კი ბაკურიანი ამ სახეობაში საერთაშორისო ტურნირებსაც მასპინძლობდა. ეს 1961-ში პირველ რიცხვში ახალ წელს მოვიგე ფერგეში გარმიშპარტენკირხენში. მივიღე მაშინ ეს ისეთი დიდი სენსაცია იყო, რომ მეტი არ შეიძლება. სოფლიოთაზე Volkswagen-ი უფრო ეფიღირდა ვინემეს. კობა წაკაძე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია. მონაწილეობა მიიღო 4 ოლიმპიადაზე და 7 მსოფლიო თასის ეტაპზე. შესრულებული აქვს 327 სტარტი. 58 წელს შეერთებულ შტატებში $1 მილიონ მაძლევდნენ ფინეთი, შვეიცარია, ნორვეგია. 1960 წელს ოლიმპიური თამაშები ამერიკაში, კოსოვოში. რა თქმა უნდა, იმათი სახელი გამოვიდოდი, მაგრამ მე არ მოაწერე ოსლოში, ნორვეგიაში უარი უთხარი. მე 100 წამსვლელი არა ვარ და დღესაც ცხოვრობ ბაკურიანში.